1 აპრილიდან საქართველოში თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული. კანონის თანახმად ყველა ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, ამ რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მისი განმარტებით, სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. გიორგი ბახტურიძის განცხადებით, კვლევებით დადგინდა, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას. სადა ანუ სტანდარტიზირებული შეფუთვა გახლავთ ისეთი ნორმა, რომლის შესაბამისად ყველა კოლოფი უნდა იყოს ერთფეროვანი. აქამდე მოგეხსენებათ თქვენ სხვადასხვა ფერებით იყო კოლოფი გამოყოფილი და ეს მიანიშნებდა ხოლმე ნიკოტინის შემცველობის დაბალ ან მაღალ დოზას, რაც რა თქმა უნდა წეველისათვის არის შეცდომაში შემყვანი, იქედან გამომდინარე, რომ ნიკოტინის დოზას აქვს მნიშვნელობა თქვათ მიჯაჭვურობის თვალსაზრისით, მაგრამ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, კოლოფების დიზაინი იყო ქალთა სეგმენტზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ორნამენტები, ყვავილები და სხვადასხვა ესეთი ქალთა სეგმენტის მისაზიდი, ვთქვათ, დიზაინი ჰქონდა ამ სიგარეტის კოლოფებს და შესაბამისად მოხმარება რახან დაბალია ჯერჯერობით საქართველოში, ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ დიზაინს კოლოფისას ჰქონდა სწორედ ქალთა სეგმენტის კიდევ უფრო ჩართვა ამ ლეტალური პროდუქტის მოხმარებაში. უკვე გამოჩნდა ბაზარზე სადა შეფუთვით სხვადასხვა კომპანიების ბრენდები, თუმცა სრულად არ არის ჯერჯერობით ბაზარი მოცული ამ პროდუქტებით და იმედი გვაქვს, რომ 1 აპრილისთვის უკვე სადა შეფუთვით იქნება ყველა კოლოფი აბსოლუტურად, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ნებისმიერ ადგილზე, სადაც მისი რეალიზაცია არის ნებადართული. თუ არ მოხდება კანონის დაცვა, ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია გახლავთ 5,000 ლარი. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ორგანო გახლავთ შემოსავლების სამსახური და მან უნდა მოახდინოს რეაგირება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ეკუთვნის, იქედან გამომდინარე, რომ საჯარიმო სანქცია მაღალია. ჩვენი მონიტორები საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად აკვირდებიან პროცესს და როგორც კი დაფიქსირდება, ვთქვათ, რომ 1 აპრილიდან ყველა კოლოფი არ იქნება, ვთქვათ, სადა შეფუთვით, ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს და იმედი გვაქვს, რომ მალე და ეფექტურად მოხდება ამაზე რეაგირება. ეს ზომა არის მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ უკვე დაგროვდა კვლევები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ბავშვების საკმაოდ დიდი ნაწილი არ იწყებს სწორედ მოწევას იმის გამო, რომ მათ არ მოწონთ ეს შეფუთვა და დიზაინი ამ სიგარეტის კოლოფების და მათთვის აღარ არის მიმზიდველი, აღარ არის პრესტიჟული, აღარ არის მოდური და აქედან გამომდინარე მათი დიდი ნაწილი სწორედ არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს მოწევა სწორედ კოლოფის დიზაინის გამო. ასევე ამ ნორმას აქვს ზემოქმედება უკვე არსებულ მწეველებზე, ისინიც უკვე ფიქრდებიან, ან აკლებენ მოწევას, ან საერთოდ წყვეტენ ხოლმე მოწევას. ამის გამო იყო სწორედ, რომ დაახლოებით ამ ნორმის ძალაში შესვლას დაჭირდა 7 წელი, წარმოვიდგინეთ და 4-ჯერ გადავადდა.